პირველ რიგში თავად კალაძის წარდგენის ფაქტზე ვისაუბროთ, თუ უნებას დავხვდავთ, რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო ამ ფაქტს, რა თქვა ამით ოცნებამ, ხო? ანუ ადამიანის წარდგენა თბილისის მერის კანდიდატად, რომელიც პირდაპირ ასოცირდება კორუფციასთან და ყველაზე მეტად ასოცირდება ანტიევროპულ განცხადებებთან და მე არ ვიცი, რამდენი ასეთი განცხადება შემეძლია გავიხსენო, განსაკუთრებით რო არ წავიდეთ წარსულში, სულ ბოლოდროინდელი განცხადება, მაგალითად ევროკავშირის ელჩის მიმართ, როდესაც მან თქვა, რომ ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, გავაგდებდი ამ ელჩს საერთოდ ქვეყნიდან. ეს მაგალითად შემიძლია გავიხსენო კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში, რა განცხადებებს აკეთებდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ ამით ოცნებამ პირდაპირ უთხრა საკუთარ ამომრჩეველს, რომ ჩვენ კორუფციასთან ბრძოლას არ ვაპირებთ. ეს არის მხოლოდ ფასადური, რაღაცა იმიტაცია კორუფციასთან ბრძოლის, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება კორუფციასთან, ამ ადამიანს მესამე ვადით წარმოადგენთ თბილისის მერის კანდიდატად. ამიტომ მე მინდა მიმართო ამ მომრჩეველს, რომელმაც საჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებზე მისცა ოცნებას ხმა. ეხლა ისინი თუ ამ ყველაფრის შემდეგ, რაც აი ბოლო 7 თვის განმავლობაში საკუთარი თვალით ნახეს, როგორ არის ქვეყანა ჩაფლული კორუფციაში და ჩაფლულია იმდანად, რომ თავად ოცნებაც ვეღარ მალავს. იმიტომ მიდის ახლა ეს ბოლოდროინდელი, ასე ვთქვათ, ეს სპეცოპერაცია, ხო? მაგრამ აქ მთავარი რა არის ახლა? კორუფციასთან ბრძოლა მაშინ არის ეფექტური, როდესაც შენ ამ ბრძოლას აწარმოებ აბსოლუტურად ყველას მიმართ. და ახლა შენ იქ რაღაც პატარა ლიფსიტებს გამოეკიდა, ხო? და ამ დროს კალაძე ისევ მერიყავდეს. და ის 25 ეხლა მეუბნებ აქამდე ის 25 ოჯახი კიდევ ვიზა ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმას არ შეეხო იმიტომ რომ პირიქით ისინი კიდევ უფრო დაცულები დატოვოს სწორედ იმ პროცესის შედეგად გახარია სასუქად აღარ ქონდა ბოლო ინფორმაცია იმიტომ რომ რასაც ვუყურებთ და მე მგონია რომ 25 ოჯახზე უფრო მეტია ვისაც საკმაოდ დიდძალი ქონება დაუგროვებია ამ ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტო მასშტაბის კორუფცია არის ქვეყანაში. აქ არ არის საუბარი მილიონზე და 2 მილიონზე. ახლა ყველა ფული და ყველა კაპიკი მნიშვნელოვანია და ჩვენნაირი ქვეყნისთვის კორუფცია რომ ქვეყნის ღალატის ტოლფასია, ამაზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია, მაგრამ ახლა 1,5 მილიონზე რო ვედავები მინისტრის მოადგილის დონეზე რო დაგყავს კორუფციის ფაქტი. როდესაც გაცილებით მაღალი თანამდებობის პირები არიან კორუფციაში ჩართულები და კიდევ იმეორებ მერად კალაძეს წარადგენ, ამით პირდაპირ იყიდები, ანუ ყიდი საკუთარ თავს, რომ შენ კორუფციასთან ბრძოლას რეალურად არ აპირებ, ეს ერთი. და რა თქმა უნდა არ აპირებ ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნებას, იმიტომ რომ ხა ადამიანი თბილისის მეარად ყავდეს ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად, ასე ვთქვათ, ანტიევროპული განცხადებებით გამოირჩევა, ეს ბუნებრივია, ამის მორიგი დასტურია და კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი, ხა დღეს მოვასწარია ამ სიუჟეტის ყურება ერთ-ერთ არხზე, სადაც მთელი ეს ოცნების პარლამენტის თავმჯდომარიდან დაწყებული მათი სხვა სპიკერები ამბობენ, რომ აი მაგალითად რომ კალაძემ სასწაულები გააკეთა თბილისში, რომ ესეთი თბილისი არავის არ ახსოვს, გააკეთეს აქცენტი, წარმოედგინეთ სიმწვანეზე, ემა სიმწვანეზე ადამიანი, რომელმაც ჯერ იმას რო თავი დავანებოთ, რომ დაგვპირდა რომ თითქოს იპოდრომს თბილის უბრუნებს ივანიშვილიო და ეხლა ვხედავთ რომ იმ იპოდრომისგან არაფერი დარჩა და მწვანე სივრცე რაც იყო, იქაც ბეტონის ჯუნგლებად უნდა აქციოს და არ ვიცი კიდე რამდენი მაგალითი მოვიყვანო და აი ვამთავრებ ამით. რა არის კალაძის კაპიტალი? აი რას უტოვებს ის თბილის, ხო? პირველი რუსულ კამაზებს და ისიც თქვენ რომ 5 მილიონი ლარი მაშინ, როდესაც რუსეთი უკვე აქტიურ ომს აწარმოებდა უკრაინაში დასანქცირებული კომპანიისგან იყიდა ერთი ჩინურ მეტროს ვაგონებს, რომ ეხლა გამოაცხადა ტენდერი, რომ მომავალი წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი ლარი ჩინეთს უნდა გადავიხადოთ და იქიდან უნდა შემოვიყაროთ მეტროს ვაგონები და ირანულ თეთრ ქვებს. აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე გამყობზოლში თეთრი ქვები რომ არის და იქ გაუვალი ბალახი რომ ამოვიდა და ღამე რომ ამუშავებდა კიდე თბილ სერვისის თანამშრომლებს. აი ეს არის კალაძის კაპიტალი. მესმის კალაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება იქნება ყველაზე მარტივი, იმიტომ რომ მასზე მისი გაკეთებული და გაუკეთებელი საქმეებიც მეტყველებს. კიდევ ერთხელ გეკითხებით, თქვენ სანაცვლოდ ვის გვთავაზობთ? არათუ რა, ხო, მაგრამ ეხლა ვერ დამისახელებთ ისმაილს მითხარით? გითხრათ, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ნუ ეხლა ალეკო ელისაშვილზე ხლა ეს გავრცელდა და ალეკო ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ რა თქმა უნდა, ნუ
ჩვენ იმიტომ გავერთიანდით ჩვენ და ლელო, ხო? რომ ამ მემორანდუმის ხო გახსოვთ, თავარი არსი იყო ის, რომ ჩვენ უნდა პირველ რიგში შევჯერდეთ ნეიტრალურ ანუ უპარტიო კანდიდატებზე. განსაკუთრებული ხმები, რომ ლელო გთავაზობდა თალეკოს, მაგრამ ყველაზე ლელო განიხილავს თავის გუნდში, ხო? განიხილავს, მაგრამ წინააღმდეგობა თქვენი მხრიდან წამოვიდა. აქამდეც არანაირი წინააღმდეგობა არ არის. უბრალოდ თავად თქვით ახლა რომ შეთანხმება დგას იმაზე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ნეიტრალური კანდიდატი, კი ბატონო. ყოფილიყო და იქნება ნეიტრალური კანდიდატი, ამას გიდასტურებ. ანუ ალეკო ისაშვილი იმიტომ კი არ იქნება, რომ ეხლა ცუდი ბიჭია და რამეს ვერ ჭით მას. უბრალოდ იმიტომ არ იქნება, რომ ჩვენი შეთანხმების მთავარი ამოსავალი წერტილი არის განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და რა თქმა უნდა პირველ რიგში თბილისი, უპარტიო კანდიდატი, რომელსაც ექნება საზოგადოების გაცილებით დიდი მხარდაჭერა ვიდრე რომელიმე პარტიულ კანდიდატს. იმიტომ კი არა, რომ ან ლელოს არ ყავს კარგი კანდიდატები, ან ჩვენ არ ყავს, მე ჩვენ გუნდში მინიმუმ 5-6 უმაგრესი კანდიდატი შემიძლია ახლავე დაგისახელოთ, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ თბილისის მერობის კანდიდატი არც თქვენი გუნდიდან იქნება და არც ლელოდან იქნება. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ასეთი კანდიდატი იყოს. საზოგადოების ჯელობთ ამაზე, ახლა მედეს ეს პროცესია, მაგრამ ჩვენ ამაზე მუშაობთ ახლა, ხო? ანუ მაქსიმალურად კარგი. ანუ მართ არ იყოფილა, როდესაც აი პოლიტიკაში გარკვეული თან საარჩევნო, რა ვიცი, საკითხებში გარკვეული ადამიანები ამბობენ, რომ ძალიან გაჭირდება ასეთი ადამიანის პოვნა, ანუ ერთი რომ ნეიტრალურის, მეორე რომ მზაობით შევიდეს პოლიტიკურ ბრძოლაში, ეს პოლიტიკური ტვირთი აიღოს თავის თავზე, მესამე უნდა სარგებლობდეს საზოგადოების ძალიან მაღალი ნდობით და როგორც ამბობენ ხოლმე, ფაქტობრივად იყოს დიმიტრი გელოვანის ყველა უნარებით და თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი. ანუ როგორც ჩანს, რადგან ჯერ კიდევ ძიების პროცესში ხართ, მართლაც რთული ყოფილა ასეთი ადამიანის პოვნა. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, მოდი ესე ვთქვათ. ანუ შესაძლებელია, რომ ჩვენ შევჯერდეთ აი ზუსტად ესეთ კანდიდატზე, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, რომლის თვისებების ჩვენ ჩამოთვალეთ. და მე, როდესაც საუბრობ